გუმის მთის ბრძოლის 32 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვეტერანები და გუმის მთის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლებიც. ქართული მხარისთვის აფხაზეთის ომში გუმისთვის ბრძოლის ეპიზოდი ერთ-ერთი წარმატებული სამხედრო მოქმედება იყო. შეტაკება 15-16 მარტს მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ 8 კილომეტრიან ფრონტზე წარიმართა. შემნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. ბრძოლაში განსაკუთრებული როლი არტილერიას ჰქონდა. 16 მარტს მოწინააღმდეგემ უკან დახევა დაიწყო და გუმისთა მთლიანად ქართულმა მხარემ დაიკავა. დღეს 32 წელი გავიდა გუმისთის შეტაკებიდან, სადაც ჩვენმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი სიცოცხლის და თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ამ უთანასწორო ბრძოლაში გადაარჩინეს ათასობით ჩვენი უდანაშაულო თანამოქალაქე. ჩვენი ვალია რომ გვახსოვდნენ ჩვენი არტილერისტები, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გადავცეთ მომავალთაობას მათდამი სიყვარული და პატივისცემა. 1993 წლის 16 მარტი არის ერთ-ერთი ძლიერი ნათელი წერტილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ისტორიაში, რაც განპირობებული იყო ყოველი ჯართანახის სახეობების, მოხალისეების და შემართებული ადამიანების ურთიერთქმედებით ბრძოლაში, რამაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სეპარატისტებთან ერთად მოუსპო იმედი იმ დღეებში ქალაქ სოხუმის დაკავებისა. ჩვენმა არტილერისტებმა უთანასწორო ბრძოლაში ძალიან მაღალ შედეგებს მიაღწიეს და პრაქტიკულად იმ დროისთვის გადაარჩინეს ჩვენი აფხაზეთის მიმართულება. საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვის ხარჯზე. ქალაქ სოხუმზე 93 წელს ძალიან დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ქალაქის აღება უნდა და 15 მარტს დაიწყო, გაგრძელდა 16-17, 16 მარტს მიაღწია პიკს ამ შემოტევამ და ქართული შეიარაღებული ძალები, ყველა ქვედანაყოფები გაერთიანდა და მოიგერიეს მტერი.